ხო, ვაგრძელებთ ჩვენ თემას, რაც არის წიგნიდან ორხოთ წადიკი. ხო, ეს არის თემა თავდაბლობა და გამჩენსყალობით ამ კუთხეზე დავამთავრებთ ამ თავს, ასე ვქვია, თავდაბლობას. რა არის თავდაბლები, ამას მუშაობა ჭირდება, მაგრამ გამჩენსყალობით ნელ-ნელა. რაც შეეხება ცოტა შეიძლება ფარაშატ-შაუასთან დაკავშირება, რომ არის საინტერესო მომენტი, თორა გვეუბნება გვავალებს ეს რაღაცას, რომ თუ ადამიანი მიდის გზაზე, ხო, ნებისმიერ ადგილას გინდ ქალაქში, გინდ ქალაქგარეთ და ნახავს პირუტყვს, მიტებულია ვირი, ხო? ნახავს ვირს მისი ნაცნობისა, რომელიც არ უყვარს ადამიანს, ხო? ხამორსონეხა, ხო? ვირი, რომელიც არის ადამიანის, რომელიც არ გიყვარს და არის დატვირთული ძალიან, ხო, მიცვა ადამიანზე ჩამოტვირთოს ეს ტვირთი რაც არის ამ ცხოველზე, ხო? და წერია ვეაზოვ თაზოვ, ანუ თავი დაანებენ. არიან ბრძანები, ვინც ხსნიან ბალეი მუსარი, ხო? მუსარის ფუძემდებლები, რომ რას ნიშნავს და დაანებე თავი ზიზღს და ყველაფერს სისულელეს და არ დაიწყო ფიქრი იმაზე, რაც არის რომ გეზიზღება ადამიანი, ჯერ მოვიცოდეთ, რომ არ არის მარტივი ერთ ადამიანს ეზღებოდეს მეორე ადამიანი, ხო? ისეთ რომ აკრძალულია ებრაელს ეზღებოდეს, ხო? ვირი როდის და რანაირად შეიძლება ეზღებოდეს, თალმუდში მასახებში წერია, რომ თუ ადამიანი ებრაელი ერთი ჩადის ცოდვას და არავინ არ ხედავს, ხო, ვიცით რომ ლაპარაკი ამან და ჩადის გარკვეულ ცოდვას, გადადის თორას და დაინახა მეორე მეგობარმა. და ეს ადამიანი არ აკეთებს ამას ხალხის დასანახად, და აკეთებს მარტო როცა. ეხლა დაინახა ისე დროს ამ მეგობარმა, როდესაც ეს მეგობარიც მარტო იყო. ასეთ შემთხვევაში მეგობარს არ აქვს უფლება გამოვიდეს და ხალხში ილაპარაკოს, რადგან ვიცით რომ მოწმობა თუ არის ორ ადამიანზე ნაკლები, ორ მოწმეზე ნაკლები თუ არის, ის მოწმობა არაა. როდესაც ადამიანი გამოვიდეს ხალხში და იწყებს ვიღაცაზე საუბარს და მას არ ყავს პარტნიორი, ვისთან ერთადაც ნახა ეს ყველაფერი, ხო, ეს მოწმობა არ არის. რა თქმა უნდა, რომ არ შეიძლება ვიღაცა შეიერთოს, რადგანაც მას ენდობიან და ეს ტყუილს არ ეთხოვდა, ხო? ამ დროს იძახიან ბრძანები, თუ მარტო ხედავს ადამიანი, რომ ვიღაცა გადადის თორას, არ ღობს თორის წესებს, სერიოზულს, ხო? აქვს უფლება ეზიზღებოდეს, მაგრამ არა თუ ადამიანი, არამედ ის, რასაც ეს აკეთებს, ხო? მას შემთხვევაში შეიძლება რომ ეზიზღებოდეს. ხა დავუშვათ, მოხდა და მიზეზი დიდია, არ მნიშვნელობა არ აქვს, რაც უნდა იყოს ერთ ადამიანს ადამიანები ვართ, თავით ანგელოზები ეზიზღება მეორე ადამიანი. ადგა და მიდის გზაზე, თუ დაინახავს, რომ არის ვირი, ცხოველი ხარი მნიშვნელობა აქვს დატვირთული ზედმეტად და იტანჯება ეს ცხოველი, ვალდებულება აქვს ამ ადამიანის ეს ვირი გაათავისუფლოს, რათა ვირი არ მოკვდეს, ხო? ადამიანი რას ფიქრობს? იმ ადამიანისა, ვინც მე არ მიყვარს, უფრო მეტიც არ თუ მარტო არ მიყვარს, ან მეზიზღება, რატო უნდა მასე მოვიხარო ეს კედი და გავაკეთო ის, რომ მისი ვირი გადარჩეს, რომ მოკვდეს მისი ვირი რაში მენაღლება, ხო? გვეუბნება თორა, არა, უნდა გააკეთო. გამჩენი გვეუბნება თორიდან, არა, უნდა გააკეთო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რომ თუ ადამიანს არ აქვს თავში ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხო? თუ არ აქვს თავდაბლობა, თუ არ იცის რა არის სიდიდე თორისა, რა არის მიცვის ფასი და ამასთან ერთად არ აქვს თავდაბლობა, ვერ გააკეთებს ამ ყველაფერს, ხო? რატო? ადამიანი უნდა იყოს თავდაბალი, რათა შეძლოს ისო ჩახაროს კედი და გააკეთოს ის, რაც მას დაავალეს. ქედმაღალი ადამიანი იპოვის 1001 მიზეზს თუ მილიონს არა და მილიონზე მეც არა, რომ არ გააკეთოს ის, რაც თორემ დაავალა და ყველა მიზეზებს იპოვებს თორიდან, ხო? ეს ყველას კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც არაა საჭირო გაკეთდეს, იმას ყოველთვის კარგად ვაკეთებთ, ხო? ადამიანები ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თავდაბლობა არის ერთ-ერთი ის, რაც ადამიანს აძლევს საშუალებას შეესწროს მიცვებით, ეს ჩვენ ფარშატ-შაუაში ნათლად წერია და პირდაპირ წერია იმ უამრავი მიცვიდან, რომელიც ჩვენ ფარშატ-შაუაში ვისწავლეთ, ხო? კარგი, დაუბრუნდები ახლა ჩვენ წიგნს და გამჩენსყალობით თუ მოვასწრებთ, მინდა რომ დღეს ცოტა იგერეთ რამბან, ხო? რაბი მოშე ბენ ნახმანმა, რაც მიწერა თავის შვილს და ნახავთ, რომ ძალიან დიდი რაღაცები წერია, ძალიან დიდი შეპირება, ვინც დაიცავს ის, რაც წერია ამ წერილში. და მე მგონი ყველა ნორმალური ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს დიდი რაღაც იქნება, ხო? გამჩენსყალო. ეშანა ვაშე ირა კემოაგავა. ძახის ბრძენი ჩვენ წიგში რომ არის თავდაბლობა ისევე ცუდი როგორც
ქედმაღლობა. ანუ თქვი თავიდან ვისწავლეთ, რომ ქედმაღლობა არის ძალიან ცუდი. ხეძახის ბრძენი არის კიდე თავდაბლობა, რომელიც ცუდია როგორც ქედმაღლობა. ანუ ყველგან აქედან გამომდინარე, როგორც წინა გაკვეთილის ბოლოში ვსაუბრეთ, არის თავდაბლობა, სადაც საჭირო ადამიანი იყოს თავდაბალი, არის თავდაბლობა, სადაც არ არის საჭირო თავდაბლობა. კაინიან შეასუნე ვიეშეკე, როგორც აკეთებდნენ ცრუ წინასწარმეტყველები, კონკრეტიკაში არ შევალ, ვინც ხდება, მიხვდება რასაც საუბარი. შეაიოლოვში ბეგადიმ ქემონე ვიეჰაემეთ, რო იწვევდნენ განსაცმელს თანისამოს, როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები. ანუ იყო, როდესაც იყო ეპოქა წინასწარმეტყველების პირველი ბეთამიკდაშის და მანამდე, ხო, მაგ პერიოდში ანუ იყვნენ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები, რომელიც ცოტა წინასწარმეტყველებს ჰქონდათ თავისი სკოლა. ანუ წინასწარმეტყველი ადამიანი ვერ გახდება სულწოდ დილით წავიდეს უნივერსიტეტში და ისწავლოს. ანუ სპეციალური იეშივა იყო, სადაც სწავლობდნენ და მუშაობდნენ თავის თავზე, ხო? და მარტო ის არა, რომ უნდა ნახონ რაღაცა. წინასწარმეტყველის დავალება რა არის, რომ რასაც მას აძლევენ უგზავნიან ციდან, მან უნდა სწორედ წაიკითხოს, რო არ შეეშალოს. და ეს ვის შეუძლია, ვინც ძალიან ვერს მუშაობს თავის თავზე, ხო? ანუ იყვნენ, რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველები, რომელიც ჩვენ გვაქვს წიგნები და წიგნებში არის მოხსენიებული ეს წინასწარმეტყველი და უფრო მეტიც იყო, ხო, 300 რაღაც შეიძლება უფრო მეტიც, ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი იყო. და რა თქმა უნდა, იყვნენ ისინი, ვინც არ იყვნენ წინასწარმეტყველები და იბრალებდნენ, ხო? და რას აკეთებდნენ ეს ცრუ წინასწარმეტყველები? იწვევდნენ თანისამოს, როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები, შეაკაბლუქე ხიზვეჰემ ვეშიკრეჰემ, რათა ხალხს მოესმინათ და მიეღოთ მათგან მათი ტყუილები და სიცრუეები. როგორც ნათქვამია, ველო ილბეშუ ადერეთ სეარლე მან კახეშ, ხო? როგორც ნათქვამია, რომ არ ჩაიცვათ ეს თანისამოსი, როგორც ისინი იწვევდნენ. ლეკა ხოთა ჰაულხიმ ბეანავა, ბეინიან ამალბუში უმედაბრინ ბენახად და ეხა მბრძენს მოყავს უკვე ეს ნიშნები, როგორ შეიძლება ეს იყოს. აქედან გამომდინარე იძახის ბრძენი, რომ ისინი ვინც დადიან ჩაცმულები როგორც წინასწარმეტყველები, ანუ წინასწარმეტყველები არ იცნებდნენ, ხო? ასე ვთქვათ, ლამაზ და ძალიან ისეთ ძვირფას თანისამოსს, ან უბრალოდ ცხოვრობდნენ და საუბრობდნენ წყნარად, როგორც ნახეთ, წყნარი საუბარი ეს ერთ-ერთი თავდაბლობა და არ შეიძლება წინასწარმეტყველი გახდეს ადამიანი თუ თავდაბლობა არა აქვს, რადგანაც ვინც არის ამაყი, თქვით რომ შეხინა მასზე არ სუფევს. უმანჰიგიმ აცმამ ბეხესკატ ხასიdim ვაცადეკიმ და მოაქვთ თავის თავი როგორც ხასიდები, ხო? ანუ ხალხი რომელიც აკეთებენ კანონზე მეც და ცადიკები, როგორც დიდი ხალხი. მანამ ამინულაჰემ ვეისმეხუ ალდივეჰემ, ხო? და ისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს და ხალხმა შეისმინონ მათი ნათქვამი, ანუ დაიჯერონ მათი ნათქვამი და დაეყდონ მათ ნათქვამს, ხო? ანუ რა, რომელიც ადამიანი და გეუბნება წინასწარმეტყველი ვარ, ან იქცევა როგორც წინასწარმეტყველი, ასეთ ხალხს ყოველთვის ყავთ თავისი გარემოცვა, ხო, რომლებიც ანუ დადიან და არ ვცელებენ ნორჩ ინფორმაციას, რომ ეს ადამიანი არის წინასწარმეტყველი, ხო? სადაც ადამიანს არ შეუძლია გაარჩიოს ვინაა წინასწარმეტყველი, ნარაა წინასწარმეტყველი, ენდობა, რასაც მოდის ის იძახის, ხო? რასაც მოდის და იძახის ეს წინასწარმეტყველი, ხალხი იღებს როგორც ჭეშმარიტებას და იწყებს ამის გაკეთებას და შეიძლება მივიდეს იქამდე, სადაც იყო პერიოდი, როდესაც მივიდნენ ძალიან ბევრი ებრაელები, თუ არა ბრძენები, ხას უშალავ, ხო? აი ბოლო არ იქნებოდა მაგ ყველაფერს. ვეახნიფულემი შეინ ლეახნიფ და რათა ანუ ეცადონ ეს ხალხი დაუახლოვდნენ იმას, ვისაც არაა საჭირო დაუახლოვდეს, რატო? ვეოსიმ რამაუდ ბასეთ და აკეთებდნენ ყველაფერს წყნარად. და რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ დაუახლოვდნენ იმათ მათთან იყვნენ ახლოს და იქცევენ ის როგორც ჭეშმარიტი წინასწარმეტყველები, რომ თუ სხვა წინასწარმეტყველებს დაუახლოვდებიან, ისინი თქვენ მათ უარა. ანუ ცდილობენ ყოველთვის შექმნან თავისი ჯგუფი, რათა ეს ხალხი ასე თავის ბადეში მოაქციონ, ხო? და აკეთებენ ამ ყველაფერს ამ ტყუილს აკეთებენ წყნარად, დაუშვათ არიჯდნენ იერუსალიმში, მიდიოდნენ დაუშვათ შორქალაკებში, დაუშვათ მიდიოდნენ კიდეზე ერეთ ისრაელს, რადგან ყველა მიცოდავე ერეთ ისრაელის გარეთ არასდროს არ ყოფილა წინასწარმეტყველები, მით უმეტეს დღეს, ხო? არიან რო იბრალები სხვადასხვა წინასწარმეტყველები, ეგრეთ რაღაც არ არსებობს. სადაც დაინგრა პირველი ბეთამიკდაში, პირველი ტაძარი, მას მერე წინასწარმეტყველება გაქრა. რაც დარჩა რუახა კოდეში, ხო? და ესეც ნელა პატარავდება, ხო? და აკეთებდნენ ამ ყველაფერს სიცრუეს წყნარად, დამალულად. ვენ ხოშეშიმ ლეკაიემ ამიცვოთ რაკ ბერაბინ.
და მიწვევს ხო ლოცვა და მიწვევი და თორის სწავლას ყველაფერს აკეთებენ სადაც ხალხი ხედავდა მათ. თორე დავსახში რო იყვნენ აკეთებდნენ არაფერს და თავის წრეში როცა იყვნენ არ აკეთებდნენ არაფერს. ველოქე შემბეახი ვეგონიმ და ათარა ჰაბრიოთ და ამით ატყუებდნენ ხალხს. ვარეს გაგება გნებად და ანუ ადამიანს ატყუებ და პარავ თითქოს ფიქრებს. ანუ რა აცდენ შენ კარგად იქცევი ლამაზად და ადამიანს გონერში დიდი ვიღაცა ხარ, ამას არავინ არ ხარ და ამით შენ როდესაც ადამიანი შეგნებულად აკეთებს ამ ყველაფერს, ამას ქვია გნევად დაათ. ელუჰემ მეხალელი მასშემ ბარუხუ იოტერ მიქოლ ადამ და ეს არის ხალხი, ვინც არ წყვენენ გამჩენის სახელს, სადაც ქვია ხივლაშემი ყველაზე მეტად, ყველა ადამიანზე მეტად, ვეგორბიმ შენ ჰაოლამ ამინიმ ლეტოვიმ და რა სადამნე მიდის საქმე, რომ ხალხი მე რომ გამორაშკავრავდება ეს ყველაფერი, რომ ეს იყო მათყუარა და აფერისტი, ხალხი აღარ ენდობა არ არის, ბავშვი დღესაც ხდება, იყო ვიღაც ადამიანი, იბრალებდა ხახმობას, იბრალებდა რაბინობას, ხო? აკეთებდა იმას, რასაც ხალხი ასე რომ ვთქვით, მოითხოვდა მისგან, რათა მოწონება ეპოვა ხალხის თვალში და ბოლო-ბოლო ყველაფერი მიდიოდა იქამდე ბოლოს ეს ყველაფერი სკდება და ხალხს მერე მაგის მერე უნდობა რა არავის მიმართ, ხო? ვეჰემ נחשדים מבני אדם და ამის მერე ხალხს ყველას ეჭვია, როგორც კარგში, ასევე ცუდში, არავის აღარ ენდობა ხალხი და მიდიან მისენდობიან პოლიტიკოსებს. შეომრუ შემა ელუჰემ კა ელუ და იძახიან მერე ხალხი, რომ შეიძლება ეს კარგები იმ ცუდისავით არიან, რა განსხვავებაა მათ შორის, ხო? ვიამაკირ ბაჰემ ხაიავლე ფარსემეო დიალაკოლ და ვინც კი იცის რომ ესეთი სიტუაცია და ეს ადამიანი არის მათყუარა და ხალხს აცდენს ეხა, ვალდებულია მიწვა და ვალდებულება აქვს რომ მოვიდეს და უთხრეს ყველას ეს ადამიანი არის მათყუარი და დაჯდა ვიღაცა დღეს ბევრია ხო ბაბებს რო ეძახიან ხო ზიან იღებენ ფულს ვითომ მაგათი ბერახით მაგათი ლოცვით და რაღაც ხლებს ყიდიან და რაღაც ტაბლეტკებს რომ თითქოს ადამიანს შეიძლება კუდრეთით ააღდირო მაგრამ არაფრის ძალა არ აქვს მათყუარები არიან ბევრი ხო თუნ არიან დიდი ბრძანები რა ძალა ეგ ანუ აქედან გამომდინარე აქ თუ ადამიანი იქნება თავდაბალი და არ გამოიჩენს ინიციატივას და არ წავა წინ რათა აღასრულოს ის რაც გამჩენის ნება მაშინ გამოვა ის რომ მაგის თავდაბლობის გამო შერწყობა გამჩენის სახელი კარგი ლახენ ჰაკიცა ვიალთით ალემ ლერაპოტა ჰაგავჰუტ ვერამაუთ მიმხა ეხლა მოგვიწოდეს უკვე ბრძენი გადადის უკვე მოწოდებისკენ და ამიტომ გამოიღვიძე ხო გამოიღვიძე და არ დაემალო რეალობას რათა განკურნო ის რასაც ქვია სიამაყე და ტყუილი რომელიც შეიძლება იყოს შენში ხო ანუ არ დაემალო ამ ყველაფერსაც არის შენში ადექი და გააკეთე იმუშავა იმაზე შენ თავზე რათა მიაღწევ იმას რომ იყო თავდაბალი ואל תמנע בעבור שתראה הרבה מבני גילך עושים כן שאינם מסירים הגבעות והרמאות ואומרים למוכיחים מי האיש שאין לו גאווה და იძახის რომ არ მიაქციო ყურადღება შენი თაობის ხალხს ანუ თაობის ხალხს მნიშვნელობა აქვს შენი ასე ისა დიდია თუ პატარა ხალხს ვინც არის შენთან გარემოცვაში არ მიაქციო ყურადღება და საერთოდ ხალხის საუბარს რომლებიც დავშოთ ამ კონკრეტულ თვისებაზე ხო რასაც ქვია თავდაბლობა არ მუშაობენ და ვინც კი ეუბნება მათ რატო ხარ ამაყი არ შეიძლება სიამაყე ცუდია მათი პასუხი არაა ვის არ აქვს სიამაყე ხო თორე ადამიანთან ვისაც არ უნდა უთხრა რატო ამაყობ ეუბნება ყველა ამაყია მეც მინდა რომ ვიყო ამაყი არ შეიძლება რომ ამას შეგვასწინოს ჩვენ რომ თუ ყველა ამაყია მეც უნდა ვიყო ამაყი ומי האיש שיכול להיזהר היות ישר במשא ומתן ושלא לרמות בני אדם ולעשות כל מעשהו בהכשר. הלא יש כמה בני אדם טובים וגדולים ממנו העושים כך וכך ועל כן יעשה כמותם. איזה חזובינה יש אדמייני ושצלפס רו თელი თავისი საქმიანობა დავშტაკ საუბარ მიგზავს თუ ადამიანი ვაჭრობს ან ბიზნესია ან ნებისმიერ ასაკეთებს ხალხთან ურთიერთობაში ყველაფერი გააკეთოს 100%-იანი ზუსტი და სწორი ხო რომ რაც შეიძლება და რა შეცდეს და რამ შეიძლება რომ შეაცდინოს ხო პირველი ის აცდენს რომ არა აქვს საკმარისი ასე რომ ვთქვათ გულთან ახლოს მიტანილი თუნდაც რომ თავში ქონდეს რაღაც პირველჯერ ვისწავლეთ რომ ადამიანმა გულამდე უნდა მიიტანოს ხო
არა აქვს ნამუშევარი ამ ყველაფერზე და კიდე რამ შეიძლება შეასწავლოს, შეიძლება იყოს ხალხი, თავშოთ, რომელიც ჯამაათში, ხო, ციბურში, საზოგადოებაში მიღებული ადამიანია და აკეთებს რაღაცებს არც თუ ისე სწორედ როგორც უნდა კეთდებოდეს და შეიძლება თქვას ადამიანმა თუ ესენი არიან ასეთი წარჩინებული ხალხი და ასე ვთქვათ საზოგადოების თვალი და იქცევენ ასე, მაშინ მეც მოვიქცევი ასე. ומה שיהיה להם בעולם הבא יהיה גם לי და თუ და რასაც ესენი აკეთებენ, შესაბამისად მიიღებენ ამისთვის მომავალ სამყაროში ადგილს, ანუ საუბარია რომ მიიღებენ სასჯელს, სადაც ესენი იქნებიან მეც იქ ვიქნებ, ხო? არ შეიძლება რომ ადამიანმა ეს თქვას. המחשבים כך הוא שטות שאין דוגמה. דוגמתה. מזרחის ბრძენი ვინც ასე ფიქრობს, რომ ვიქნები იმაცავით როგორც ყველა და მეც ვიქნები იქ სადაც ეგენი იქნები, ზოგადად ეს არის შტუტ. შტუტ რა არის? სისულელე, სიცარიელე. ისეთი რომელსაც არ აქვს ასე ვთქვათ თანასწორი. ანუ უდიდესი სისულელეა, რომ ადამიანმა არ შეიძლება თავის მომავალი სამყარო და თავის გამჩენის სამსახური, თავის რეალობა გაყიდოს და დაანგრიოს, იმიტომ რომ ვიღაცა იქცევა ესე, ხო? და ვიღაცა არის შეიძლება 99% ხალხის იქცეოდეს ესე. მაშალ მაგალითად, კი მი შეენა კოავი, ხომ მოყავს მაგალითი რომ დავუშვათ შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც ტკივა თვალი, ხო? ან თვალები. და იციან ხალხმა რომ დავუშვათ არის წამალი, რომელსაც შეიძლება განიკურნოს იმ კუნალს ადამიანმა თვალების ტკივილი და არ დაბრმავდეს. და ეხლა ეს ადამიანი დადგება და რისთვის უნდა ვიკურნაო რა, ცოტა ბრმები არიან, მეც ვიქნები ბრმა და როგორც ყველა ისე ვიქნები, როგორც ყველა ბრმა მეც ისე ვიქნები. რა თქმა უნდა, ეს არაა ნორმალური, ხო? იგივენაირად იძახის ბრძენი, როგორც ადამიანს ესმის, რომ ფიზიკური განუკურნავობა არის არანორმალური, ადამიანს აქვს პრობლემა, ხო? რაღაც ავადმყოფობა და არიღებს წამალს, როდესაც მას გვერდიდან უყურებენ, ფიქრობენ, რომ ეს არანორმალური საქციელია. იგივენაირადაა სულიერებაშიც, ხო? აღარ დავწყობ მას საუბარს, რომ ნებისმიერი ავადმყოფობა ფიზიკურობაში რაც ვლინდება, ეს ამ ყველაფრის საფუძველი და დასაწყისი არის ჩვენ სულიერებაში, ხო? იგივენაირად არის სულიერებაში, ადამიანმა თავისი დაავადება რაც არის, ხო? ეს სული თვისებები და რაც დასაუბრები მაქვს, რომ არის განსაკურნი, უნდა განკურნოს. Hallo, זה לגע ושטות לפני הכל, לכן אין לו עיין על נפשך, და ამიტომ იძახის ბრძენი და აქედან გამომდინარე, რომ ხედავ თუ რამხელა სისულელეა, თუ ადამიანი არ მკურნავს თავის თავს სულიერებაში, დაუკვირდი შენ, ჩაუკვირდი და ჩახედე შენ თავს კარგად, ვეიშტადელ ბეკოლ ქოხახა და შეეცადე მთელი ძალისხმევით, ואל תיתן עיניך במי שלמטה ממך, და არას არ მიბაძო მას, ვინც შენს ქვევითა. აქ საინტერესო სიტყვებს იძახის და არ უყურო მას, ვინც შენს ქვევითა. რატომ მოყავს ესეთი სიტყვებით? დავშტატო არ დაწერა ისე როგორც მე ვთქვი, ხო? არ მიბაძო. არ უყურო მას, ხანდახან არის ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ, ვიღაცის საუბრის ზეგავლენის ქვეშ, თუნდაც მას არ ელაპარაკებოდნენ. უბრალოდ იძახდეს რაღაცას, ან დავუშვათ ხედავს ვიღაცის საქციელს და იცის რომ თვითონაც შეიძლება ძალიან ადვილად დაიწყოს ესე მოქცევა. ეს ადამიანი მომდეწოს რომ არ უყუროს ეგეთ რაღაცებს, არ მოისმინოს რაც არ მოსასმენი. შეიძლება არ იყოს ცოდვა, დავუშვათ ადამიანი არის მაღალ დონეზე, მოვიდა მეორე ადამიანი დღეს დაბალ დონეზეა. ის იძახის ეს ჩემთვის ადრეა. შეიძლება ადამიანი რომელიც მაღალ დონეზე დღეს ქონდეს გარკვეული პრობლემები, დავუშვათ რაღაც ცხოვრებაში მილიონი პრობლემა შეიძლება იყოს, ხო? და რადგანაც ახლა ძალა არ აქვს, რომ უფრო მაღლა ავიდეს, იმის მაგალითად შეინარჩუნოს თუნდაც ის ადგილი, სადაც არის ამ მეორე ადამიანის, ხო, ახალმოსულის ნათქვამზე შეიძლება ჩავიდეს ქვევით. ამიტომ ბრძენი გეუბნება არ უყურო, არ უსმინო, არ ასე რომ ვთქვათ, არ იყოს შენი მეთვალყურეობის ქვეშ ეს ყველაფერი. ბემალათ ახოხმა ერთამს ვეშდადელ შელმატა მიმხა და არ უცხირო იმას, ვინც არის შენზე ქვევით. სიბრძნეში და გამჩენის სამსახურში, კიბაზე თეკაცერ ავოდათა ბაავოდა უბიხოხმა. რადგანაც ეს მიგიყვანს იქამდე, რომ შენ შეამოკლებ, ასე რომ ვთქვათ, დააპატარავებ, ხო შეამცირებ შენ გამჩენის სამსახურს და შესაბამისად დაკარგავ შენ სიბრძნეს. სიბრძნე რაც გაქვს, ხო? ავთითენ ენეხა ველიფხა ბემი შეჰუ ლემალა მიმხა. მაგრამ რა უნდა ქნა ადამიანმა ყოველთვის მოუყურო და იყო იმ ხალხის გარემოცვაში, ვინც შენზე მაღლად გაქვს. ხო, მიბაძე მათ გააკეთე, არა, ამ რაღაცაში სულიერებაში მიბაძვა ცუდი არ არის. არ არის საუბარი
დავუშვათ მანერები გადაიღოს ადამიანს. უყურე როგორ აკეთებს მიწვევს, უყურე როგორ სწავლობს თორას, როგორ ლოცულობს, ხო? გაიზარდეს სულიერებას. თუ არ იზრდები, მაგათ უყურე. ეგენი იყვნენ შენი, ასე რომ ვთქვათ, შენი მიზანი და არა ხალხი, ვინც ქვევით მიდის. ვეიშტადელ ლირდო ფახარაო და შეეცადეს დიომათ, ანუ მიბაძოდას დიომათ, ულიასიგო რათა დაეწიო მათ, იმდენად რამდენადაც შენ შეგიძლია გამჩენის სამსახურში. ხო, გამჩენის სამსახურში. აქ დავამთავრეთ ჩვენი ეს შარანავა, ხო? ჭიშკრები თავდაბლობისა და ეხლა მინდა ამდენსაც მოვასწრებ წავიკითხოთ რამბანის, რაბი მოშე ბენ ნახმანის წერილი, რომელიც მიწერა თავის შვილს. არ ვიცი, საიკარგი იქნება თავიდან ბოლომდე წავიკითხოთ, იმედი მაქვს მოვასწრებ. რა არის კარგი, პირველ რიგში ძალიან დიდი ადამიანი იყო რამბანი და თავის შვილს მიწერა ერთი გვერდია სულ, ხო, დავუშვათ ერთი ფურცელია სულ და ძალიან დიდი რაღაც წერია და ჩვენთვის კიდე ერთი პლუსი იქნება, რომ გამოგვივა შეჯამება, რაც კი ვისწავლეთ დღემდე ყველაფრისა ერთად, ხო? მოდი დავიწყებ და ძალიან არ შევალ კონკრეტიკაში ისეთი რაღაცებს, რაც პირდაპირ ჩვენი თემა არა. ჩვენ წყალობით თუ იქნება საშუალება კიდევ ერთხელ ვისწავლოთ კარგად ეს თემა, კარგი იქნება, ხო? შმა ბნეი მუსარავიხა ვეალტიტოშ თორათ იმეხა შეისმინე შვილო, ეს მოყავს ფასუკი შლომო ამელეხის გამონათქვამებიდან. შეისმინე შვილო დარიგებანი მამისა შენისა და არ დაივიწყო თორა დედისა შენისა. თითნაეგ თამიდ ლედაბერ ქოლ დავარბენახად, ხო? შეეცადე და იყოს შენი თვისება ილაპარაკო ყველაფერი წყნარად. ლეკოლადამ ნებისმიერი ადამიანის წინაშე უბეხოლ ყედ და ნებისმიერ სიტუაციაში უბაზეთ ინაცელ მინაკას და ამით გადარჩები შენ გაბრაზებისგან შეიმიდა რა ლეახტი ბნეი ადამ, რადგანაც ეს არის ცუდი თვისება, რომელიც აცდენს ადამიანებს. დავუშვათ, შენ თუ გაბრაზდები, ეს გამოიწვევს იმას, რომ შეიძლება სხვაც გაბრაზდეს და გამოდის შენც შეცდი, ჩაიდინე ცოდვა და სხვასაც ჩაადენე ცოდვა. ვეხენ ამურ რაბოთენო ზიხრონი ვრახა და ასევე თქვენ ჩვენო ბრძენება კეთილი იყოს მათი წმინდა იყოს მათი ხსოვნა. ქოლაკო ეს ქოლმინე გეინომ შოლტინბო. ხო, როგორც ვისწავლეთ, რომ ყველა ვინც არის ბრაზიანი, არ თუ ერთხელ ბრაზდება 1000 ერთხელ, არა. ეგეც ცუდია, მაგრამ არის ხალხი, ვინც ხშირად ბრაზდება, რომ ყველა ბრაზიანი ადამიანი თითქოს და ამ სამყაროშივე იყოს გეინომში, ანუ ჯოჯოხეთში, შენეემარ ვეასერ ქას მილიფხა, როგორც წერია თორაში, რომ მოიცილე გულიდან ბრაზი, ვეავერ ამ მიბსარეხა და მოიცილე შენი ხორციდან ცუდი, ანუ რა გამოდის, რომ ადამიანის ბრაზობს, ამით იწვევს თავის თავზე, თავის ხორცზე, თავის ტანზე, ხო? იწვევს ცუდს. ვერა ელა გეინომ და არ არის ცუდი, არამედ გეინომ, როგორც ნათქვამია, ვეგამნაშა ლეიომნა და ბოროტმოკვეცაც ცუდს ავაზაკს ეკნება დღე, როდესაც დაისჯება. ანუ რა დღე მომავალში, ხო, როდესაც გეინომში მოხვდება. კაშერთი ნაცელ მინაკას და მაშინ როდესაც ჩამოცილდები შენ ამ ცუდ თვისებას, გაბრაზებას, თალე ალიფხა მიდათ ანავა შეი მიდატოვა მიკოლა მიდოთ ტოვოთ. ხო, დაიწყე მუშაობა იმაზე, რომ იყო თავდაბალი და ეს თავდაბლობა არის ყველაზე კაი თვისება ყველა თვისებიდან, როგორც ვისწავლეთ წინაზე თუ გახსოვთ, ეკებ ანავა ირათა შენ. ანუ სადაც იწყება თავდაბლობა, ანუ თავდაბლობის ქუსლიდან იწყება გამჩენის შიში. ანუ მცირეოდენი თავდაბლობა ეს უკვე დასაწყისია იმის, რომ ადამიანს ეწყება გამჩენის შიში. უბაავორა ანავა თალე ალიფხა მიდათა ირა და მას მერე რაც შეიძენ თავდაბლობის თვისებას, შენ გულში გაჩნდება გრძნობა შიშის, ან არა შიშის, დავუშვათ ბუზების გეშინორას, ხო? რა თქმა უნდა, საუბარია გამჩენის შიშისა, ხო? ქითითენ ელიფხა თამით რადგან თელი გამუდმებით შენ გულზე უნდა იყოს. როცა მერია და მისი კურსები და მწვერები ციხეში იქნებიან, ახალი კონფლიქტები შესაძლოა ხალხის ციხეში. ინბატა საიდან მოხვედი, რადგან მუდამ უნდა იყოს შენ გულზე, მუდამ ადამიანი უნდა ფიქრობდეს რაზე, მეაინბატა საიდან მოხვედი ამ სამყაროში, ულეანათა ოლე და სად წახვალ აქედან, ხო? ანუ არ დაგავიწყდეს, რომ დაიბადე საიდანაც დაიბადე,
პირკევაჩი წერია ხარმინ ამას დიდხანს საუბარი და იცოდე სადაც წახვალ საწახვალ არა უფრო კარგად გიროს ხო წახვალ მიწაში ვეშიათა რიმა ვეტოლა თოლეა რო შენ ხარ ჭია და ასახოდ ტალახი გახდები ტალახი და ჭია ვეხაიეხა ვეავკი ბემოთეხა და მით უმეტეს რო სიკვდილის მერე ხო ველიფნე მიათა ათიდლითენ დინვე ხეშბონ და გახსოვდეს ვის წინაშე უნდა გასცე პასუხი ხო ათიდლითენ დინვე ხეშბონ ვის წინაშე უნდა ჩააბარო ასე რომ ვთქვათ აჩოთი ხო როგორც რუსულად იტყვიან ანუ ქართულად თქვენ ვის წინაშე უნდა ჩააბარო გასცე პასუხი თუ რა გააკეთე ამ სამყაროს რისთვის მოგავლინეს და რითი იყავი დაკავებული ლიფნეი მელეხაკავოდ მეფის წინაშე რომელიც არის სრულიად ასე ვთქვათ თავიდან ბოლომდე პატივი შენეემარ ჰინია შამაიმ უშმე შამაიმ ლოიხალქელა ავკი ლიბოთ მეიადამ ვენეემარ ჰალო ეტა შამაი ვეტა არեց ანი მალე ნეუმაშემ რათა მთელი სამყარო ძახის გამჩენი სამყარო ჩემითაა სავსე უკაშერ თახშოვეთ კოლ ელე და შესაბამისად თუ ადამიანი იფიქრებს ყველაფერს ამას თირა მიბორახა ვეთიშამერ მინახეთ შეეშინდება გამჩენის და არჩაიდენს ცოდვას უბემიდოთა ელე თიე სამეახ ბეხელკეხა და ამ თვისებებით იქნები მდიდარი რატომ იქნები ბედნიერი იმით რაც გაქვს ანუ რა ადამიანი როდესაც ფიქრობს იმაზე რომ ბოლო აქ არ დარჩება სამუდამოდ, ხო? მოვა დღე, როდესაც მოუწევს ასვლა აქედან და რო წავა აქედან, უნდა ახსოვდეს ვის წინაშე დადგება, დაუცილებლად, მაგრამ იქ რო დადგეს, მაგასაც ძალიან დიდი ზეხუთი უნდა, ხო? ჩვენ გვისწავლია გაკუთილებზე, რომ ყველა ვერ მოხდება იმაზე, რა ქვია, ბეიდინში, ხო? შეიძლება ბეიდინამდე ჯოჯოხეთი მისთვის ის იყოს, რა ქვია, სანატრელი, ხო? ადამიანმა თეშუბა უნდა გააკეთოს. მის თეშუბას გააკეთოს ყველაფერს პატიობე, ხო? უხაშე ითნაეგბე მიდატა ანავა ლეიდბოშეშ მიკოლ ადამ ულეიდბახედ მიმენუ მინახეთאז תשרה עליך רוח השכינה וזיו כבודה וחי עולם הבא, ხო? და მას მე თუ ადამიანს ექნება ეს თვისებები, ექნება თავდაბლობა და ყველა ადამიანის წინაშე მოიხრის კეთს, ხო? ამით გადაეჩენს თავს სოდვისგან და ამით მივასადამდე რომ მასზე დაისადგურებს შეხინა და ბოლო მიიღებს რას რომ ექნება ულამ აბა. ეხლა გადავდივართ ძირითად ნაწილზე რაც ჩვენ გვეხება. ვიათა ბნიდა და აქედან გამომდინარე და ეხლა იცოდე შვილო ჩემო ეს წერილი რამბანმა დამიწერა თავის შვილს, ხო? კი ამით გაებელიბო ალაბრიო ის ვინც ამაყობს სხვა ხალხზე მორე თუ ბემალხუთ ჩამაი ის აკნინებს ამით რას ჩამაიმს, ხო? ანუ ცის მეფობას, ხო? ანუ გამჩენის პატივს აკნინებს კი მითბაერ ჰუ ბელევუშ მალხუთ ჩამაი რადგანაც იცმევს ტანისამოს რომელიც არის გამჩენის რას ნიშნავს შენეემარ როგორც წერია აშემალახ ეუტლავეშ თავს პარასკევს შაბათსაც ხვდას პარასკევსაც ხო კითხულობთ ამ ფასუხს რომ იცმევს გამჩენი პატივს ანუ გამჩენი თითქოს და იმოსება პატივში რათა მიიღოს შაბათი ხო ანუ პატივი რა დავშტო როდესაც მეფეს აცვია ტანისამოს ვხედავთ რომ მეფის ტანისამოსი არის ძალიან ასეთი პატივის მომგვრელი მის მიმართ ხო ანუ პარასკევს შაბათს გამჩენი ასე ვთქვათ ჯდება თავის ტრონზე რო ეთქვას თავის როგორ ვთქვათ კვერთ ხო ტრონი ყველა მიხვდეთ პატიში ამ სიტყვისთვის ხო ანუ როდესაც ადამიანი იწყებს თავის მიმართ პატივის მოკაჩვას ამ სამყაროზე თითქოს და იპარავდეს გამჩენის ტანისამოს და იწმევდეს და თავის თავზე იღებდეს იმ თაფკიდ იმ დავალებას ანუ დავალებას იღებდეს თავის თავზე იმ თვისებას რაც მარტო გამჩენს ეკადრება და გამჩენისა უბამეიდგაელევა და ეხა კითხულობთ რა არის რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა რომ ადამიანი გაამაყდეს იმბე ოშერ თუ სიმდიდრით აშემორიშ უმაში გამჩენი ამდიდრებს და გამჩენი აღატაკებს ყველა სიმდიდრე და ფარნასა წარმატება ბიზნესში და ყველაფერში გამჩენის ხელშია თუ არის წარმატებული და დიდი ფული აქვს და დიდი პატივია ხალხში გამჩენისგანაა ვინ ბეხავო და თუ პატივი ჰალო ელოჰიმო
აგე როგორც თქვით ეს გამჩენისა შენემარ ვია ოშევიაკავოთ მილეფანეხა ვეიხ მითფაერ ბიხოთ კონო და ვიზაგერ წერია რომ ყველაფერი გამჩენის წინაშე როგორც პატივი ასევე სიმდიდრე რასაც ადამიანი იღებს ამ სამყაროში და გამოსაკი და თუ ადამიანი იბრალოს ეს ყველაფერი მისია ან თუ ამაყობს იმით რომ არის მდიდარი ან ჭკვია ან პატივცემული ხო თითქოს და თავისი დამსახურება იყოს და თავის გაკეთებული იყოს. აგერ პირდაპირ წერია თორაში რომ ეს გამჩენისგანაა. ვეიმ მითფაერ ბეხოხმა, მაგრამ თუ ამაყობს იმით რომ არის ბრძენი ჭკვიანია, მესիր წერია თორაში მესիր საფა ლენეემანი ვეტა ამ სკენი მიკახ რომ გამჩენი ართმევს ასე რომ ვთქვათ პირს, ანუ სიბრძნეს ართმევს თუნდაც იმათ ვინც არიან მის წინაშე სანდო და ასევე ართმევს შეგნებას ბრძენებს ხო ანუ ხედავთ რომ პატარა რაღაცა შეცდომა და ბავშვი შეიძლება ადამიანს დააუწყდეს ბევრი რამ მაგალითად თორაში წერია რომ როდესაც მოშე რაბეინუ გაბრაზდა ხო დაავიწყდა 2000 ალახა ვინ გაახსენა ერთ-ერთი ალახა გაახსენა ფინხასმა ხო თუ გახსოვს ნიმცა ჰაკოლ შაველი ფნეაკ ჰამაკომ ბარუხუ კი ბეაპო მაშპილ გეი უბერცონო მაგბია შეფალი აქედან ხედავთ რომ ყველა ადამიანი გინ წარმატებული იყოს გინ წარუმატებელი ყველა ადამიანი და ყველაფერი გამჩენის წინაშე არის ერთნაირი გამჩენის წინაშე არ არის ვიღაც მეტი და ვიღაც ნაკლები გამჩენის წინაშე იმდენად დიდია პატივი გამჩენისა და იმდენად დიდია მომაღლება გამჩენისა მის წინაშე ყველაფერი არის აბსოლუტური არარაობა ხო და აქედან გამომდინარე არავის არ აქვს ასე რომ ვთქვათ არავის არ აქვს აქედან გამომდინარე ასე ვთქვათ საფუძველი იმისა რომ გაამაყდეს ხო რადგანაც გამჩენი ბრაზით აპატარავებს ასე რომ ვთქვათ გეი ვინც ამაყობს უბრძნო მაგბია შეფალი და გამჩენი თავისინებით ამაღლებს ის ვინც დაბალია ხო ანუ ხალხის თვალში არის არარაობა ლახენ თაშპილ აცმეხა და ეუნება შვილო ამკიდან გამომდინარე ჯობია რომ იყო თავდაბალი რატო უფრო მეტი შანსია რომ გამჩენმა აგამაღლოს ვიდრე თუ იქნები ამაყი რომ შენ დარჩე მაღლა ვინასახა ამაკომ და გამჩენი მოგამაღლებს შენ ალკენ ეფარეშ ლეხა ეხტიტნა ეგბე მიდატანა ვალა ლეხეთ ბატამი დაკრა გამომდინარე აგიხსნი ეხლა თუ როგორია რომ გამჩენის წინაშე თავდაბლობით და კონდეს ეს თვისება და ეხა იწყებს უკვე სწავლებას როგორ უნდა გააკეთოს ადამიანმა. ქოლდება რეხა იუბენახად ყოველი შენი საუბარი უნდა იყოს წყნარად, ემოციების გარეშე, ემოციების შიგნით, მაგრამ გარედან არ უნდა გამოდიოდეს. და ესეც დროთა რა ვთქვენ დოპარიდო ვრემენი, ხო? გარკვეული პერიოდი. დროთა განმავლობაში ადამიანმა ემოცია შიგნით, რასაც ქვია, ემოცია რო ეს გაუგებარი დუღილი რაც აქვს შიგნიდან უნდა მოკლას თავის თავში, ხო? მარტო გამჩენის სამსახურში. ხალხის მიმართ არა, საკუთარ საუბრობთ მარტო ხალხის მიმართ. ქოლდება რეხა იუბენა, ხა ყოველი შენი საუბარი უნდა იყოს წყნარად, ვეროშხა ხაფუს და ქედი უნდა იყოს, თავი უნდა იყოს მოხრილი და თავი ჩაწეული ქვევით, არა თუ ცხვირი იქამდე რა ქვია, იუპიტერამდე. ვენეხა იაბიტ ლემატა ლაარეც ველიბხალე მალა. შენ თვალები უნდა იყურებოდეს ქვევით და გული უნდა ქონდეს მაღლა. გული უნდა იყოს მაღლა, არ არის საუბარი იმაზე, რომ გაამაყებული. ანუ გული ყოველთვის ცაში უნდა ქონდეს ადამიანს გამჩენისკენ. ვეალთა ბით ბიფნეი ადამ ბედავერხა იმო და არასდროს არ უყურო ადამიანს სახეში, როდესაც საუბრები მასზე. ხოლ ადამი ჰე გადოლ მიმხა ბენეხა. და ყოველი ადამიანი იყოს შენ თვალში შენზე დიდი. თუ გახსოვთ წინა გაკვეთილზე 4 სადიკიმშიც ვნახეთ, რომ ადამიანს რო ელაპარაკები, თუ გინდა რომ მას პატივი მისცე და თუ გინდა რომ მას მის წინაშე იგრძნოს შენ პატარა ხარ და არ გაამაყდე მასზე, ვინც იმიდგეს ყოველთვის ჩათვალე შენზე დიდია. ძნელია, მაგრამ შესაძლებელია, ხო? ვეიმ ხახამ ოაშირჰუ ალეხა ლეხავდო. თუ შენზე ჭკვიანია და შენზე მდიდარია, შენი ვალდებული ხარ პატივის. ვეიმ რაშუვიათა აშირ, ო ხახამ მიმენო, ხაშობელი ხა ქიათა ხაია მიმენო ვეჰუ ზაქაი მიმხა. და თუ შენ უფრო მდიდარი ხარ და მასზე უფრო მეტი ჭკვიანი ხარ იცოდე
რომ შენი ყველაფერი შენ ხარ ვალდებული მის წინაშე და ის თავისუფალია რა ხაშობელი ხარ შენ გულში იფიქრე კიათა ხაია შენ ხარ ვალდებული მიმენუ მის წინაშე ანუ როდესაც დიდარი ხარ და მას არ აქვს საშუალება ის ღარიბია ვალდებული ხარ დაეხმარო შენ ჭკვიანი ხარ იმას არ აქვს ვალდებული ხარ ასწავლო შეიმუხოთე თუ ის წოდავს უშო გეგვიათა მეზი ხო რომ შენ თუ ორივე წოდავთ შენ ხარ გეთვლება თითქოს შეგნებულად წოდავდე ის შეცდომით რატომ არ იცის მე ხოლდება რეხა უმაასეხა უმახშავთეხა უბეხოლ ეთ ხაშობელი ხა კილუათა ომედ ლიფნი აკადოშ ბარუხო უშხინათო ალეხა კიქევოდო მალე ოლამ და ყოველთვის გრძნობდე და იფიქრე იმაზე რომ ეხად გახარ გამჩენის წინაშე და მისი შხინა არის შენზე რატო რადგანაც ვიცით როგორც წაკან წავიკითხეთ რომ იძახის გამჩენი ჰალო ეტა შამაი ვეთ არեց ანი მალე ნეუმაშე რომ იძახის გამჩენი რომ იცოდე ცაც და მიწაც ყველაფერი სავსეა ჩემით ხო ანუ არ არის ადგილი სადაც გამჩენი არ არის ყველგან არის გამჩენი ხო არ არის ოთახ ხალხს გონია ოთახში შევა სადღაც და იქ გამჩენი არის გამჩენი ყველგანაა და ამიტომ ადამიანი რომ ფიქრობს ამაზე ამით უჩნდება ადამიანს ნელ-ნელა თვისება იმისა, რომ ეშინოდეს გამჩენის და არ შეედინოს წოდვა. ეს გამჩენს არ ჭირდება, ეს მარტო ჩვენთვისაა, რატო რომ ადამიანმა დაიმსახუროს ის რომ მომქონდეს მომავალი სამყარო. უდვარეხა იუბეიმა უბეირა კევედ ლიფნეირაბო და შენი საუბარი ამით გახდება წყნარი მშვიდი და მასში იქნება შიშის გრძნობა, ხო? რომ ადამიანი შენთან მოსაუბრეს შეატყობს, რომ სიტყვა საერთზე არ ისვრი, ხო? და ისაუბრებ ისე, როგორც მოყმე საუბრობს, ყმა საუბრობს ბატონის წინაშე. ვეთიდბაიეშ მიკოლ ადამ და ცხენოდეს ყველა ადამიანის, ვეი იკრახა იშ და თუ ვინმე დაგიძახებს, ალთაანეუბე კოლ რამ, რაგბენახად, არ უპასუხო ხმა მაღლა, არამედ წყნარად. ანუ დავუშვით მოგიწოდეს რაღაცაზე, არ დაიწყო, არ დაწყნარდი, წყნარად უთხარი, თუ არ შეგილია, ან პირიქით თუნდაც უბრალოდ გეძახდნენ, მოbrunდი წყნარად უთხარი, დიახ, გისმენთ, ხო? კეომეთ ლიფნეირაბო, რომ თითქოს და იდგეს იმის ბატონის წინაშე, ხო? შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რატომ უნდა დავაყენო ვიღაცა ჩემზე მეტად. ეხლა რასაც ვსწავლობ, მიზანია ეს რომ ესე იყოს ადამიანის, რატო? მარტო შენთვის, სხვას არ ჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა სამეფო შენზე და ვიღაცა შენზე მეტი ხდება. არა, ეს არ არის მიზანი. ესეც არის, ხო? ყველა ებრაელი ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროზე, ხო? რასაც აკეთებს, მეორე ვერ გააკეთებს მაგას. ყველა ადამიანს აქვს ისეთი მისია, რაც მის გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანში არის ის განუმეორებლობა, რომელიც შეუძლებელია სხვამ შეავსოს. აქედან გამომდინარე, მე რომ შემიძლია გავაკეთო რაღაცა, ის არ შეუძლია გააკეთოს სხვას და რაც შეუძლია გააკეთოს იმას, მე არ შემიძლია ეს გავაკეთო. ანუ არ შემიძლია გავამაყდე იმ ადამიანზე, ხო? ვეზაირ ლიკროთ ბათურა თამიდა შეერ თუხალ ლეკაემა და ეცადე ყოველთვის ისწავლო თორა, რათა შეძლო გააკეთო ის რაც თორაში წერია. ანუ ადამიანი თუ გაორმის თორის სწავლას, ან არ სწავლობს თორას, ბოლო-ბოლო რომ მოვა დღე 120 წლის და უფრო მეტის მერე რომ ავაშა მაინც და კითხავენ, აბა ეს რატო არ გააკეთე? არ ექნება საშუალება თქვას, რომ არ ვიცოდი და უნდა მეპატიოს. რა ქონდა საშუალება და ყველა წერტილზე, ყოველ წამზე სადაც ქონდა საშუალება ესწავლა და გაეგო თუ როგორ უნდა შეესრულო და არ გააკეთა, მაგაზე ცალკე პასუხს მოთხოვენ, ხო? დავუშვით მაგალითად იძახიან ბრძენები, ოდესმე ადამიანი ლაშინარას ლაპარაკობს, აღწერან წავიკითხეთ, რომ ველიფნეიმი ატა ათით ლიტენ დინვე ხეშბონ. რადგანაც ირო დინვე ხეშბონ, გასცე პასუხი და ის საქმე ჩააბარო, რაც ჩამოთვალო, რაც გააკეთე. იძახის გავილიუსელი გაონი, რომ რადგანაც ადამიანს პირი მისცეს ებრაელს იმისთვის, რათა ელაპარაკოს დივრეი თორა, ილოცოს და თქვას ბერახები და აკეთოს სიკეთე პირით, თუ ლაპარაკობდა ლაშონარას, ამაზეა საუბარი. ხო? რომ იმის მაგალითად გელაპარაკა იმ მომენტში, გელაპარაკა დივრეი თორა, ლოცვა, რაღაც სიკეთე გააკეთებინა, რომ ლაპარაკობდი ლაშონარას, ანუ ზუსტად საპირისპირო გააკეთე იმისაც გასაკეთებელი იყო, ეს არის დინ ვეხეშბონ, ხო? ვეხა შერთაკუმ მინასეფერ და მას მერე რაც დავუშვათ ისწავლა ადამიანმა თორა და ეხა დგება, ანუ ისმინა გაკვეთილი, მნიშვნელობა არ აქვს. დაამთავრა ეხა გაკვეთილი, ანუ ისწავლა რაღაცა, თეხაპეს ბაბაშერ ლამატა იმიეშ ბოდავარ აშერ თუხალ ლეკაემო
იქვე შეეცადე ცხოვრებაში ეს შენი ნასწავლი გადმოიტანო რეალობაში, ხო? იქვე ეცადე სად შეიძლება ეს მოიყვანოს სისრულეში, ხო? ანუ ამ ნასწავლიდან ასე რომ ვთქვათ, ეს რაც არის მარტივი, ხო? გადაიტანო რეალობაში, აქციო რაღაც ჭეშმარიტებაში. ვეთი უთფაშპეშ ვემასე ხაბა ბოკრუბა ერუბაზე იუ კოლია მეხა ბიჩუვა და დღე და ღამე ხო როგორც ადგები დილით და ვიცით რომ ძილის წინ ადამიანმა უნდა გააკეთოს თეშუბა ხო როგორც წერია სიდურებში და ასევე დღე და ღამე უნდა იყოს ადამიანი მოწოდებული იმისკენ რომ ფიქრობდეს რაც გააკეთა რა გააკეთა არა თუ გააკეთა კაი რაც ხო იყო არა რაღაცა გააკეთე, იცოდი, ამა ეს შენ გააკეთე, შენ პასუხისმგებელი, შენ შექმენი რაღაც ძალა. როგორც ვისწავლეთ, რომ როდესაც ადამიანი აკეთებს კარგ რაღაცას, საუბრობს კარგს, აკეთებს რაღაც კარგს, ამით ქმნის კარგ ანგელოზებს. თუ აკეთებს რაღაც ცუდს, ამით ქმნის ცუდ ანგელოზებს. ანუ რაც შექმენი ბატალიონი, ან შექმენი ბატალიონი კარგი ანგელოზების, ან შექმენი ბატალიონი გამჩენმა შეგვინახოს ცუდი ანგელოზებს, რომელიც დაძდევენ თვითონ ადამიანს და უფრო მეტსაც ცდენენ, უფრო მეტად აცდენენ, რათა სულ დაანგრიონ, ხო? ამიტომ ადამიანმა რაც უფრო ხშირად აკეთებს იმის კონტროლს თუ რას მოღვაწეობს და რას აკეთებს, შესაბამისად სუთეშუბაშია. რა თქმა უნდა, ვიცი მივხვდებით მარტივია რომ რამბანის შვილი არ იყო ბალჩუა ჩვენსავე და არ მოვიდა იქიდან, ხო? საიდანაც შორიდან თორაში და კტუშაში სიწმინდეში გაზრდილი ადამიანი იყო. მამამისი ეუბნებოდა რომ დღე და ღამე უნდა აკეთებდე თეშუბას. იგივენად თალმუდში ბევრი მაგალითია, ხო? ვეასერ კოლ დივრეი ჰაოლამ მილიფხა ბეეთ ათფილა ზამიშნოვანი რაღაცა და ეუბნება მოიშორე გულიდან ყველაფერი რაც არის ამ ქვეყნიური, როდესაც დგები სალოცავად გამჩენის წინაშე ვეახენ ლიფხა ლიფნეი ჰამაკომ ბარუხუ და შეამზადე გული გამჩენის წინაშე სანამ დადგები სალოცავად, ხო? ანუ არა ადამიანი არ უნდა იყოს ლოცვაში, შევარდეს ლოცვაში და დაიწყოს ლოცვა და მერე გაახსნეს რა უნდა თქვას გამჩენის წინაშე. ანუ ყველაფერი უნდა ქონდეს დალაგებული. წერია თალმუდში, რომ ადრე იქნა ესეთი ხალხი ვატიკინ ეძახდნენ, ხო? 1 საათი ემზადებოდნენ ლოცვისთვის და 1 საათი ლოცვიდან გამოდიოდნენ. ანუ ეს არ არის მარტივი დარგი გამჩენის წინაშე და ილაპარაკო, ხო? არა, ადამიანმა გამჩენის წინაშე უნდა ილაპარაკოს ლამაზად, დალაგებულად და რაღაცას რო თხოვს, უნდა იცოდეს რა სიტყავს გამჩენის წინაშე. ვეტაჰერა რაიონხა და გაწმინდა შენი თავი ცუდი ფიქრებიდან, ვეხაშოვა დიბურ კოდემ შეთოციმი ფიხა და იფიქრე სანამ იტყვი რაღაც. საუბარია ლოცვაში, მაგრამ არ ცხოვრებაში არ აწყენს ადამიანს, რომ ჯერ დაფიქრდეს, მერე ილაპარაკოს, ხო? ვეხენთა ასე კოდმე ხაიე ჰევლეხა ბეხოლ დავარ ვედავარ ველოთეხეთე და ესე გააკეთე ყველაფერი მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში და დააკვირდით რა სიტყვებით იძახის ვეხენ და ასე გააკეთე კოლი მე ხაიე ჰევლეხა მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში რომელიც არის ჰეվել არის ორთქლი ანუ აქ რაც გონია ჩვენ რომ რაღაც არის რეალობის რამხელა რაღაცაა ხო ეს სიმდიდრე კავოდი რასაც დავდეთ მთელი ჩვენი ცხოვრება რომ რაღაცა იძახის რამბანი იცოდე შვილო ეს ყველაფერი არის რა ყველაფერი არის ორთქლი. გაქრება ორთქლი უთე ყველაფერი და ხოლმე რომ მოიხედა შეიძლება გვიანი იყოს და თუ ადამიანი გააკეთებსაც ჩამოთვალა აქამდე მეუბნება არ შეწოდავ და გახდები დიდი ადამიანი. უბაზე იუბდევარე ხა არ შეწოდა რა შეიძლება შეწოდოს მაგრამ რა თქმა უნდა რაოდენობა ცოდვის არ იქნება ასეთი ადამიანის იმდენი როგორც ადამიანს რომელიც არ ფიქრობს საერთოდ არაფერზე ხო? უბაზე იუბდევარე ხა უმასე ხა უმახშევოთ ხა ეშარი და აქედან გამომდინარე ამით იქნება შენი საუბარი, მოქმედება და ფიქრები სწორი და მიზანმიმართული და გამჩენის გზაზე, უთვილად ხარ იეზაკა და შენი ლოცვა იქნება სუფთა, უბარა და გასაგები, ვენეკია და წმინდა ასე რომ ვთქვათ, უმეხუვენეთ ასევე იქნება ქავანა, ანუ მიზანმიმართული, უმიკაბელეთ ლიფნეია მაკომბარუხუ. და იქნება მიღებული გამჩენის წინაშე, მეკუბელეთ. ანუ მისაღები იქნება, ანუ ვარგისი რათა მიიღონ შამაიმში. როგორც დათქვამია თახილიფხა თაქშივოზნეხა ის ვინც ამზადებს გულს გამჩენის წინაშე რათა ილოცოს გამჩენი უსმენს მას და ხა ბოლოს არის ძაღლმა რაღაცა ხო ჩიკრა აიგერეთ აზოთ პამახად ბაშავუა ველო ტიფხოთ და წაიკითხე ეუბნება შვილს ყოველ კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთხელ უნდა წაიკითხო ეს წერილი ეუბნება შვილს ლეკაიამა რათა შეასრულო რაც მე შენ გასწავლე მასში ველა ლეხეთ ბა თამით ახარ ჰაშემ იტბარახ რათა ამ რაც გასწავლე ეუბნება ამ იარო გამჩენის გზაზე ხო
ლემაან თაცლიახ ბეხოლ დერახე. ხარათა მიაღწიო წარმატებას ყველა გზაზე, რასაც დაიწყებ, ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებ, ვეთისკელა ოლამაბა და დაიმკვიდრებ ადგილს მომავალ სამყაროში, აცაფუნლა ცადიკიმ, რომელიც გამზადებულია წმინდანებისთვის. უბეხოლ იომ შეთიკრა ენა ანუხა და ყოველ დღე, როდესაც შეთიკრა ენა, შეიძლება საუბარია თუ ამას წაიკითხავ, ან თუ ილოცებ გამჩენის წინაშე, როდესაც ილოცებ, გიპასუხებენ შამაიმიდან, ციდან, ქაშერ იალე ალიფხა ლიშოლ ად ოლამ. ხო? გიპასუხებენ შამაიმიდან, ქაშერ იალე ალიფხა, რაც კი მოგინდება გულით, ხო? ყველაფერზე გიპასუხებენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, ამენსელა, ხო? იძახის ბრძანი და იყოს ესეო, ხო? ადგილს ბერახავს. ხედავ თუ ეს ჩამონათვალში თითქმის ყველაფერი ვნახეთ იმ წიგნში. და ხედავ თუ რამხელა შეპირებას აძლევს რამბანი თავის შვილს. ანდახან ადამიანი ფიქრობს, რომ არ აქვს წარმატება, მაგრამ არ ფიქრობს, რატო არ აქვს წარმატება. აქ მარტო პრეტენზია, რატო არ ვარ წარმატებული. შეიძლება თორის სწავლაში, შეიძლება ბიზნესში, შეიძლება ხალხთან ურთიერთობაში, ხო? მაგრამ არასდროს არ აკეთებს ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, ანალიზს იმისა, თუ რატო ექცევიან მას ცუდად, თუ რატო არ ანდობენ მას საქმეს, თუ რატო არ აძლევენ მას პატივს. მილიონი მიზეზი, ხო? ყველას ვისაც რა ტკივა და ყველას ვისაც რაც შეიძლება რომ რა პრობლემაც უდგას თვალის წინაშე და ცხოვრებაში, ხო? და გამომდინარე, თუ ადამიანი იმუშავებს თავის თავზე, და ეს ძალიან დიდი სამუშაო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ იყო ებრაელი, ეს მარტო ასე ვთქვათ, თვირთი არ არის, ხო? ეს დიდი პასუხისმგებლობაა და დიდი პასუხისმგებლობა მარტო შენს მიმართ არა, მთელი სამყაროს წინაშე. ხო, ებრაელი არის ძალა, რომელიც აერთებს თავისი კაი საქციელით, თავისი თორით, თავისი ლოცვით, თავისი სწორი საქციელებით და მიცვების შესრულებით ქვედა სამყაროს და ზედა სამყაროს, ხო? როგორც წერია თორაში, გამჩენმა გაყო ზედა და ქვედა წყალი. წყალს და წყალს შორის გააკეთა შექმნა, ასე ვთქვათ, რაკია, ცა, ხო? და ჩვენი საქმე რა არის? ქვედა წყალი ავიტანოთ ზედა წყალ. ზედა შევაერთოთ ზედა წყალთან, ხო? ანუ წყალი რაზე აქვს საუბარი? ეს გაგება, რომ ადამიანსაც აკეთებს რაღაცას, ხანდახან გულში უღვივდება რაღაც სურვილი გამჩენის სამსახურში, ამას ქვია იტორერут, ამით აკეთებს მომაღლებას ამ სამყაროსი და ამ მსგავსებს მაღალ სამყაროებს, ხო? თქვით ჩვენ ასეთი პასუხი, შამაიმ ლაშემ ვეჰარეს ნიტნა ლიბნე ადამ. ცა არის გამჩენის და მიწა არის ადამიანის ხელში. და არიან რომ ხსნიან ბრძანები, რაც ნიშნავს რომ მიცემული ადამიანის ხელში, რომ ადამიანმა მიწა სამყარო ეს ოლამაზე, ხო, ეს ჩვენი სამყარო, ჩვენი პლანეტა თავისი კარგი საქციელით შეიძლება რომ დაამსგავსოს შამაიმს, ხო? ხოდეშტო, შავუატო, ბედნიერი გახარებული თუ იყოს, ადარის თვია მარბინ ბესიმხა, ებრაელი ყოველთვის უნდა იყოს სიმხაში, ასე რომ ვთქვათ, გახარებული უნდა იყოს და უნდა იყოს არ უნდა იყოს მოწყენილი, უნდა იყოს პირიქით, ხო? სულ სიხარულში, მაგრამ სიხარული არ უნდა იყოს უაზრო სიხარული, ხო? არის ხალხი, ვისაც გონია რომ უაზრო სიხარული უნდა იყოს, არა. სიხარული უნდა იყოს გამჩენის სამსახურის, თორის, ლოცვის, სიკეთის, რაღაცა ადამიანი უნდა გრძნობდეს ყოველ წამს თავის ცხოვრებაში, რომ მასთან ერთად სულ არის გამჩენი. ესეა ჭეშმარიტად, ხო? გამჩენი დაგვეხმაროს, რომ შევძლო დავდგეთ ფეხზე და გამჩენის წყალთ გადარჩა. 2 კვირაზე ნაკლები დარჩა ფურიმამდე, რომ ფურიმში გამჩენო გვიხსნას ისევე, როგორც იხსნა ჩვენი წინაპრები. გამოდლიანდეთ მესამე ბეტამიგდაშს, მასიაქს და ნახოთ გამჩენის წყალობით დავინახოთ რა არის ნამდვილი ჭეშმარიტად. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მოსმენისთვის, მომავალ შეხვედრამდე, სიკეთე და კაი ამბები. ნახოთ.